აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრში გაერთიანებული სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი რიწა და საღმაწვილო ჟურნალი იალქანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით აღსდგა და წელიწადზე მეტია მკითხველმა განახლებული სახით მიიღო. ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ამ გამოცემების წარდგენა და განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის ერთგვარი ანგარიში შედგა. რიწაზე ვართ გაზრდილები ჩვენ ვინც წამოვედით იქიდან სოხუმიდან და ეს საბავშვო ჟურნალი მაგრამ საოცარი ჟურნალი გააკეთა მაშინ სალომე კაბანაძე. როგორ შეიძლება და მის გაჩერება. მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ვახტანგ ყულბაიას რომ გვერდში დამიდგა და თქვა რომ უეშინია ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერს გავაკეთოთ და გურამის მაშინ ოდიშარიას გაგვიდგა გვერდში. აი ეს იყო მთავარი რომ ეს დაწყებული იყო და მე აგორდა. აი ახლა უკვე 4 გამოდით წელიწადში მრაცი უფრო მეც გავზდით და რაღაცა უფრო უკეთესობისკენ წავა. ჩემდა გასახარად გაამართა ორივე. დიდარი ბიოგრაფიის მქონე ჟურნალი რიწა წელს იუბილარია. იგი როგორც სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი 40 წლის წინ 1975 წელს დაარსდა. მისი რედაქტორები სხვადასხვა დროს იყვნენ ოთარ ჭურღულია, გიორგი სიჭინავა, გურამ ოდიშარია და გივი ბერაია. იალქანი აქ დაიბადა დევნილობაში, რიწა სოხუმში. ეს რიწა მაშინ შეიქმნა ფაქტურად აფხაზებმა და ქართველებმა ერთად მოახერხეს ეს. აქ იყო ივანე თარბა, ლასურია, სხვები, ჯუმა ახუბა, აფხაზებზე ვამბობ, ქართველები ჯანო ჯანელიძე, გენო კალანდია, ხუტა გაგუა, ოთარ ჭურღულია და სხვები და აი ამ ხალხმა შექმნა ეს ჟურნალი. 1996 წელს ჟურნალ იალქნის დაარსება კი თბილისში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მშობლიური მხარის შეხსენების იდეას ისახავდა მიზნად. როდესაც ჩემმა მოზარდმა შვილმა, რომელიც იყო მაშინ 8 წლის, მკითხა მე ახლა თბილისელი ვარ თუ სოხუმელიო, აი მაშინ რატომღაც გამიჩნდა და იდეა და ვიგრძენი, რომ ჩვენს მოზარდებს აკლდათ ამ თვალსაზრისით ინფორმაცია. ეს არ იყო წლები, როდესაც ეს ყველაფერი იყო ადვილი გასაკეთებელი და რა თქმა უნდა, იმ დროს ჩემს გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამას ყველაფერს ხელი შეუწყო. მაშინ, როდესაც იალქანი უნდა დაარსებულიყო, მაშინ მას სულ სხვა მისია ჰქონდა. დღეს აქვს გაცილებით არანაკლებ მნიშვნელოვანი მისია. იმედია, რომ მომავალ წელსაც დაფინანსდება ჟურნალი და გავაგრძელებთ მკითხველთან ურთიერთობას. ხალხმრავალ პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის პარალელურად იალქნისა და მისი დამატება კრებულ აფქიოს მხატვრის დალი მუხაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენაც მოეწყო. ყოველთვის კითხულობდი აფქიოს და თავში მომივიდა აზრი, რომ მე თქვა, რომ მეც მქონდა ერთი ჩემი მოთხრობა, ერთი სული მქონდა როდის მომიტანდნენ და დად გაიზრდეთ და ძალიან გამიხარდა.